ანდაკი ერთ ხეობა მიდის იმიდან თლიანად გარღუნის ხეობა ადის ბორბალომდე ანუ სათავემდე წყალგამყოფის ბორბალოს ქედი არის წყალგამყოფი და იქით უკვე გადადიხარ ალაზნის თავში იქიდან ორი ალაზანი იღებს სათავეს კახეთის ალაზანი და იქით თუშეთის ალაზანი ხო აქეთ ჩვენი ეს არღუნსაც ალაზანს ვეძახოდით ახლა მოხუცები მე სკოლაში გეოგრაფიის სწავლა რო დავიწყე და ეს მდინარეებს გავეცანით საქართველოს მდინარეები და რაღაცები მაშინ გავიგე რომ თურმე არღუნი ყოფილა ეს ჩვენი მდინარე მანამდე ჩვენც ალაზანს ვეძახოდით ეგ ალაზანიც პირიქითის ალაზანია თუშეთის ალაზანი კახეთის ალაზანი ამ არღუნსაც ჩვენ ალაზანს ვეძახოდით ესე იგი არღუნი ხო არღუნი ხო ეს უცხო ტოპონიმია არღუნი არაქართული ხო ეტყობა რა ვიცი იმიტომ რომ მახსოვს ბებო მომცევნა ხოლმე ხელთუნგას პატარა იმიან ჩარეკიან თუნგები რო იყო წადიოდედო მეტყოდა ისო ალაზანა მაკრიფეო დაღლილ წყალიო კარგიაო გებრიელ დასალევია ხო და მეც გავრგოდი მომქონდა ხოლმე სასმელდაც ახლა ძირითადად სულ აი ამას იყენებდნენ აი როცა დაწმინდებული იყო ეს წყალი მღრიარ იყო ჩვეულებრივად სასმელად ამას ეგუებდნენ ხო და აი ეგ ისენი იყო ახლა ეგ საძოვრები და ახლა თემი ვერ ითვისებდა მაგას არ იყო ხეობა იყოფა რამდენიმე ხეობა არა თავის ისინი აქვს შენაკადები აქვს მაგას ხო იცი ეს დედამდინარე ხო მიდის ხო მე იქიდან არის იქ მარცხენიდან არის ერთი ორი ხეობა აი ხახაბოს ხეობას რო გაცდები აქ ხახაბოა მარჯვენა მე მიყვები მე არის ანგელოსტის ხეობას ვეძახით ჩვენ ანდაკიდან არის რაღაც კილომეტრში კიდევ ერთი ხეობა მე კიდევ 1 კილომეტр ნახევარში თვითონ არჭილოც არის აი ორი მდინარის შესართავი კიდევ მარჯვენა მხრიდან არის არჭილოს ხეობა უერთდება მე მიდის კიდევ აქედან მახკოს ხეობა უერთდება მე მიყვები ზევით ადიხარ კიდევ ხელმარცხნიდან ამუგას ხეობა უერთდება და ეს ძირითადი მდინარეს ქვია ბორკილას წყალი ანუ ბორკილას წყალს ეძახიან ეგრე და იწყებს საიბადება პირდაპირ იმ ბორბალოს გადმოსასვლელში უღელტეხილის გადმოსასვლელში საჭილო ბახაო და ანდაკი ყველა ესენი არტუტის ბახაო სოფელი ორი სოფელია დაარსებული არდოტიდან ეხლა ადრე ხო იცი აი შიშიანობის დროს იმაზე სოფლები იყო კომპაქტურად დასახლებული ციხე კოშკებში იმაში იმიტომ რომ შიშიანობა იყო კაცო დაბინდებოდა უიტყოდნენ უკვე თუ კი ვინმე გარეთ იყო გასული საქონელი ცხვარი ხალხი თიბელი მამკალი რავი გასული გამოსული ყველა უნდა შემოსულიყო რომ ეს ალაყაფი მეთქეს ჭიშკარი რავი შემოსასვლელი დაიკეტებოდა იქ ისეთი შიშიანობა იყო იმიტომ რომ თარეში იყო მუდმივი თარეშები იყო ნუ ეს ბუნებრივი იყო ახლა ხო და მე როცა უკვე ცოტა მშვიდობიანი დრო ჩამოვარდა რა ძალიან ჭირდა ვიწრო სოფელში ყოფნა აი უბრალოდ აი საყოფა ცხოვრება პირობები რაღაცა იყო ძალიან მძიმე და მე ცოტა ხალხმა ამოისუნთქა სახნავსათიბი თავისთავად კი იყო ის რაღაცით გამოდიოდა ევლას მაგრამ აი თვითონ სოფელში იყო ძალიან სივიწროვე ხო და სახნავსათესიც კი რა თქმა უნდა ეს იყო პრობლემა იყო ერთ-ერთი და ისინი იქნებოდა ალბათ ანდაკის შორს მისაყოლი ეხლა არჭილოში და ანდაკში იმდენად არა იმიტომ რომ ძალიან შორი იყო იქიდან ანდაკში შეიძლება აი ანდაკი ახლოს გქონდა მაგათ ბახაო და ანდაკი აი მამულებია ძალიან დიდი აი გაზაფხულზე როცა თოლს აიღებს და გახედავ აი სულ აი დაფარდაგული დატერასებულია ეს ისინი ფერდობები და ძალიან დიდი ბევრი მამულებია ძალიან ბევრი ხო და მე უკვე გავიდა ეს ხალხი იცით ახლა ჩვენი ისინი პაპა მაშინ არის გასული იქიდან აითვის ეს სოფელი დაარსეს ახლა პირველად ისე მაინც ეთყობა ცოტა ისევ შიშიანობა იყო და კოშკის ტიპის ისენი იყო სახლები ჩვენი სახლიც არჭილოში სამი ქვითკირი იყო ეგეთი ერთი ჩვენი ის იყო ჩეკილას ის იყო შინში პაპაჩემის ხო გვერდი იყო ისინი
იმათი სამსართულიანი კოშკი იყო, ჩვენი ორი. ანდაქშიც კოშკი იყო, შაბურა. ანდაქშიც ქონდა კი ერთი კოშკი იქ იყო, მაგათ ეგ იყო სუმელჯი. იყო ჯოყოლასიც ეგეთ ტიპის შენობა. ხო, ჯოყოლარცხო და მგელათისენი ორი კოშკი მაგათი იყო იქ, ახლა სოსოსის რო არის. ციხესახლი, ხო, ეგა ძველის ის არის. ყველაზე ადრე დაარსებული. მეორე მესამე იყო იქ არჭილოში გაღმომხარეს მე ბავათური ცხოვრობდა იქა. სამი კოშკი და მე თანდათან ცოტა გაფართოვდნენ. რამოდენიმე ოთახად, ორ ოთახად, სამ ოთახად აიყო, აივნიანი წინ ბალკონიანი სახლებს რო ეძახოდნენ აი ეგეთი ისინი. და ცოტა გაფართოვდნენ, ხო. მიკულოში შეანობა მიკულოში არის ძალიან ბევრი მამულები, ძალიან ბევრი სხვა თვითონ საცხოვრებლად არაფერი სახარბიელო არ არის არჭილო. ძალიან ვიწრო ხეობაა, აი ძალიან ორი მდინარის შესართავშია, სამობნად იყო ეს გაყოფილი. დაბლა ფაქტიურად არაფერი არ არის, ყანები არ არის, სულ მაღლა უკვე. აი თითქმის აი კინავა ალპურ ზონაში გადადიოდა ეს ჭვავის ყანები და ისინი ზედა სარტყელში ჭვავი ეხვნებოდა, მერე ქერი და დაბლა თუ სადმე მოდიოდა იფქლი. ზამთარში მახროსები. ხო, საზამთროები იყო ფაქტიურად აი ალპური რა, ალპურში იყო, ტყე აღარ იყო იქ. ტყე აღარ იყო. არა, არ შემოდიოდა მზე. აი სადღაც გიორგობიდან სულთაკრეფას რო ვეძახოდით, ეს იყო დაახლოებით მარტის ნახევარი. აი მაშინ ჩამოაღწევდა მზისხივი სოფლამდე და გვიხაროდა ბავშვებს რო აი მზეზე სათმობად გამოვდიოდით სათამაშოდ. აი ფაქტიურად იქ ეგ ათვისებული იყო იმისთვის, რომ მიწები იყო და სათიბი და საძოვარი. მაგისტრის. ჰა? არჭილოში რა ბავშვი. კი, არჭილოში. იდეალური იყო. აი როგორი იყო იცი? ბავშვი გიხარია. ბავშვი გიხარია. ყველა რო გიყვარს, თან ახლა ძალიან მეფერებოდნენ, მანებივრებდნენ. ხალხმრავლობა იყო. იყო თითქმის ერთი თაობის ისენი სულ ახალგაზრდობა, ქალვაჟობა, სულ გართობა, ყველას მუსიკის ნიჭი ჰქონდა, ცეკვის ნიჭი ჰქონდა. ძალიან უყვარდა სტუმარი. აზრებისგან გასვლა. ეგენი პრეზიდენტი. ას მუსიკა ესმოდა, ცეკვას ვერახებდნენ მაგზამარის. ძალიან კარგი იცი რა არის, აი ძალიან მარტივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ძალიან მარტივი, უბრალო. მოთხოვნილებები იყო ძალიან ნაკლები, რაც ქონდა იმით იყვნენ კმაყოფილები. არავის არაფერი არავისი არ შურდა. ყველას ოჯახში შეხვიდოდი, ოჯახ სახლი. ერთნაირი დგამავეჯი იყო. არც დღე და არც ღამე კარები არ იკეთებდა. კარები არა, საკეტი არის. ეგრევე შეხვიდოდა. აი მახსოვს ხოლმე მამაჩემი რაღაცა ჩამოვიდოდნენ აი მიდან სათიბიდან რაღაცა მოვიდოდა, არ იყო სახში არაფერი, მზად ხო, ვის ცალია კაცო იქ შენის დაგახვედროს, დედას თავის საქმე ქონდა. ჩავიდოდა იქ მიხაბიძეთან, იქ კარადას გამოაღებდა, იქ აუცილებლად ბუბიკაბებას რაღაცა ქონდა სასუსნარი, იქ დანაყრდებოდა. აი როგორ თავის სახლში. ჩვენ სოფელში როგორ იყო, ყველა ოჯახში შეხვიდოდი და ეგრე იყო ხო. მოურიდებლად მოუხათრავად, ერთი ოჯახი იყო ყველასთვის. არ მახსოვს მე რომ ეხლა ჯერის თავის გამოცვლას ეძახოდნენ ჩვენთან შაბათ საღამოთი პატარა ხო უქმის საღამო რაღაცას პატარა განსხვავებული მას ხო დრო ქონდა აი ეგეთი რამე და მე არ მახსოვს რომ ჩვენ მარტოკების გვევახშმა ოჯახს ყოველთვის გამაგზავნდნენ, ახლა კარიკარის გვება ახლო იყო რაღაცა ჩადიო, გამგზავნდნენ და ბიძებს დაუძახეო. მიხაბიძა, შოფერაბიძა, ბუბიკაბებო ეგენი. არ მახსოვს ერთი შემთხვევა, არ მახსოვს იდუკრო ჩვენ ანიმათ. როცა იმათ რამე იყო, აუცილებლად ჩვენ ჩაგვიპატიჟებდნენ სულ ყველა. სირცხვილი იყო, იცი რა, მარტო დამჯდარი ყავი და ეს რაღაცა ეს განსხვავებული ვახშამი გეჭამა. ხო, მიუღებელი იყო, კი. აი, იყო. ყველა ერთნაირად ცხოვრობდა, ერთ ცხოვრების დონე იყო. ფული არ იყო ფაქტიურად, ფულს ფუნქცია არ ჰქონდა, მოესწარი ჯერ კიდევ იმას, რომ ფულს ფუნქცია არ ჰქონდა. ძირითადად იყო ბარტერი. ხო, არ იყო, იმიტომ რომ
რაღაცა ხო უნდა გაგეყიდა იქ. ვაჭრობ მიდიოდა, პარტი. ვაჭრობა იქ. პარტი ყველი ერგო მატყლი. და შვილფეხი წულფეხი უფრო ქისტები ამოდიოდნენ მე იქიდან დაბრუნების მერე, გადასახლებიდან დაბრუნების მერე მაგათმა დაიწყეს უკვე. მაგათმა შემოიტანეს ეს ფართლის ტალავარი და ჩაანაცვლა ნელა-ნელა ეს ჩვენი ხევსურული ტანსაცმელი. თორმე მახსოვს, რომ ჩემ დროს ჩვეულებრივად და უფროსები ჯერ კიდევ ვერ შეელვნენ გვიანობამდე ამ იმას. და მაინც ამ ძველ ტანსაცმელში კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მეც რაღაცა ის ჩემი ბავშვობის სურათი სადღაც ამომიჩნდა უძეს გადაღებული სამუკასი. ახლა და იქ ის მაცვია პერანგი. ძივებიანი რა. ხო, აი ეგეთი ის იყო, ძალიან კარგად, აი ისეთი ტკბილი სოფელი იყო. სტუმარი მოვიდოდა ერთის ოჯახის სტუმარი იყო, ყველა ოჯახის სტუმარი. არ შეიძლებოდა რომ სტუმარი ისე გამოიშვა იქიდან, რომ ყველა ოჯახში არ მიეწვია. აი რიგი ქონდა, ხან ეცილებოდა, ხან კამათობდნენ კიდევაც, არა ჯერ ჩემთან, ჯერ მე შენთან. ლუკმა პური რო არ ქონდა სახში პადა და ჭიქა არაყის სასმელი არ ქონოდა რა. სხვა გამოვართობდნენ მეზობელი და სტუმარს ისე არ გაუშვებდნენ, სახში არ მieყვანა.